საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით და დღევანდელი ჩემი ვიდეო ლაივი მინდა დავიწყო მოლოცვით. დღევანდელი დღე 5 თებერვალი ნამდვილად შევა საქართველოს ისტორიაში და აი როგორ გითხრათ, იცით? ჯერ ხალხმა დღეს კიდე ვერა აქვს გაგებული რა მოხდა. აი ნახდათ ვერა აქვს გაგებული. რატომ მოხდა, რანაირად მოხდა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ხო მოხდა. დღეს დასრულდა ოფიციალურად გეუბნებით მე ამას ახლა. ისე ხო იცით, როგორც მაფია ბესმერტნაო, ისე ეს წეული ხალხი სანამ იარსებებს, მანამდე იარსებებს, მაგრამ დღეს საქართველოს და ქართველი ერის ისტორიაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში ოფიციალურად დასრულდა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში. ხალხო, გაიაზრეთ, გაზრებული გააქვთ ეს რა მოხდა? მე არ ვამბობ, რომ ნაციონალური მოძრაობა დაასრულა ქართულმა ოცნებამ. ეს ცდარია, ბევრი კაცი შემოხდება ახლა ამას მიწერს თავის თავზე. ეს ასე არ არის. ნაცებმა გამოაცხადეს პოლიტიკური სუიციდი. და ეს პოლიტიკური სუიციდი შესრულდა. ოფიციალურად დღეიდან საქართველოს პარლამენტში ეს წეული პარტია, რომელიც წეული პარტიაც, აი ბოლო ოფიციალურად საქართველოს მოღალატეთა კავშირის წევრები არიან, მაგრამ ეს განსაკუთრებული ახალგაზრდული ფრთა იყო, რომელიც გაძლიერდა და მე ეს საქართველოს მოღალატეთა კავშირს დაერქვა ნაციონალური მოძრაობა. არ გეგონოთ მე ამათ ვაქებდი. მაგრამ აი ეს ეტაპი, პოლიტიკური ცხოვრების ეტაპი ნაცების დასრულდა. დღეს პარლამენტმა შეუწყვიტა 49 დეპუტატს, რომელიც სინამდვილეში ნაცმოძრაობა იყო თავიდან ბოლომდე, ახლა ვინმეს თუ მელია და გვარამია სხვა ეგონა და ნაციონალური მოძრაობა სხვა ეგონა, ეს მისი ჯანმრთელობის პრობლემის და მისი აზროვნების პრობლემა არის, თორე მისი გაუნათლებლობის პრობლემაა თუ არა, ეს სხვადასხვა არის. ამ ხალხმა თავისი ხელით მიმართეს კონსტიტუციონალურ მოძრაობას, რომ მათ უარი თქვან და მათ შეუწყდეთ მანდატები, რომელი მანდატებიც 700,000 თურმე ნაციონალი რო ყოფილა საქართველოში, მიიღეს და მიენიჭეს და დაუწერეს. და ქოცებმაც ამდენი ხანი უთრიეს ბაწარი და დღეს შეუწყვიტეს. აი დღეს დასრულდა ეს ოფიციალურ დონეზე. ასე რომ პრობლემური საკითხი, კოჰაბიტაციის საკითხი, ნაციონალური მოძრაობის ნაირი ოპოზიცია, მსგავსი რაღაცები უკვე არ დგას. დღის წესრიგში მსგავსი რამეები არ დგას. მორჩა აღარ არსებობს ეს ძალა ოფიციალურად პარლამენტში. და არც სხვათა შორის საპარლამენტო იმუნიტეტი იცავთ აი ამ ხალხს, რომელიც აქამდე ამოფარებული ჰქონდათ, რომ პარლამენტარია, იმუნიტეტი აქვს და ასე შემდეგ. ფაქტი არის ის, რომ აი ეს წეული მოძრაობა, როგორც მოიყვანეს სათავეში, რაც აი უხილავმა ძალამ და უხილავმა ხელმა, რომელშიც მოყვანაში, რომელშიც ჩადებული ქონდა ბიძინა ივანიშვილის ლომის წვლილი, ხლა არ გამომიხდეს ვინმე ქოცი და არ დამიწყოს ლაპარაკი, რომ ასე არ იყო. და რომელიც ასაზრდოებდა ამ დამპალ რეჟიმს და რა თქმა უნდა, არა მარტო ბიძინა ივანიშვილი, მთელი ეს წეული ბანდა, რომელიც წეული ბანდას უცხოეთში არის, ეს ამერიკაში რასთან მიმართებისთაც მიმდინარეობს ამხელა ბრძოლები. აი მარტივი ჭეშმარიტება უცხოეთში შეიცვალა მდგომარეობა, კერძოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის პოლიტიკური ელიტა, ის პოლიტიკური ძალა გადადის პოლიტიკური ავანსცენიდან და ავტომატურად მიყვება საფლავში ამას ნაციონალური მოძრაობა.
მათ უბრძანეს ამათ აქ ადგილზე. უბრძალეს ადგილზე, რომ გაიკეთებიათ პოლიტიკური სუიციდი, მათაც გააკეთეს, ძალიანაც არ უნდათ გარეთ ყოფნა, მაგრამ ეს მონების ხვედრია საერთოდ. და ის დაწერილი სცენარი, რომელიც აქამდე იწერებოდა კოჰაბიტაციის სახით, ნაცების უმრავლესობა თუ უმცირესობა და ესე შემდეგ, დღეს ეს დასრულდა. ახლა ვერავინ ვერ გამოვა და ვერავინ ვეღარ იტყვის, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ოპოზიციაში. შეუწყდა, გასაგებია. აი გოგი მწერს, რომ იარაღის ტარების უფლებებს ართმევენ. ნაც თუ გინდა 10 ავტომატი მიეცი. მარტო თუ არის ნაცი. ნაც ვინ მიცა იმის ტრაკი, იარაღი თუნდაც ესროლოს ვინმეს. ნაცი მაგარი არის, როდესაც კაბინეტში ზის, მოაწერს ხელს და სპეცრაზმს და მილიციას და ამას მართავს და დაახრეტიებს სხვას. რა თქმა უნდა, ნაცი არ არის. სადაა ნაც, კაცობა, სროლის და მსგავსი რაღაცები. მსგავსი ვინ მიცა ნაცს? ნაცი ეს თვითონ ეს ტერმინი პირდაპირ არის განმარტებული სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონში. უკაცრავად მანდილოსნებთან, მაგრამ ნაცის სიტყვა, ნაცის განმარტება ქართულ ენაზე ნიშნავს უკანალს და ესეთი განმარტება აქვს. უკანალი, უკაცრავად ნაწყლი, ტრაკი. ეს განმარტება. და ვეფხისტყაოსანში ჯერ კიდე როდისაა ნახსენები და დიაცა ბოზი ნაცი. ეს ნაგავი ხალხი იყო. ეს სრულფასოვანი ამათი შეფასება ჯერ კიდე შუა საუკუნეებში ქონდა ქართველებს ვინიჭებული და მართლაც ამართლებდნენ თავიანთ სახელს. არც ეს მგონია შემთხვევით ეს ნაცი ეს ტყილა არ დაერქვა. ეს ხალხი იყო. იარაღის ტარებაზე და რამეზე კი არა, შემოგარგებო? ეს დამთავრდა ეგრე არა. ახლა პასუხი უნდა აგონ. ახლა აღარც იმუნიტეტი იცავთ, არაფერი არ იცავთ. საერთოდ მტრებს არ უნდა უთხრა. კაითი არა, ავანტიურიზმის თავი ვინ მიცა? ავანტიურისტებს მე პატივს ვცემ. იმიტომ რომ ავანტიურისტი ადამიანები უშიშრები არიან და მიდიან იმაზე, რა ქვია, ვაბანკზე და მსგავს რაღაცა. ნაცებს სათხედავთ თქვენ ასეც? ან როდის ხედავდით, რომ ესენი ან რევოლუციონერები იყვნენ, ან ავანტიურისტები და რისკი შეეძლოთ და ბრძოლა შეეძლოთ და თავგანწირვა შეეძლოთ იდეისთვის. რა დაუნთავრდათ დაფინანსება და იმ წუთში ჩმორებივით, მონებივით, ყველა ვითომ დიდი ღირსების ხალხი იყვნენ, გამოიტანეს ბარეულს უნდა და იქ ჯდომა. მაგრამ არა, გენაცვალე, არა. ახლა მთავარი არის რა? ამერიკა კარგად აჩვენებს. დამთავრდა ის პოლიტიკური ძალა, დამთავრდა USAID, ახლა იქ დაიწყება პასუხისგება. ახლა საქართველოდანაც რო გაყავთ, ღმერთო ჩემო, რა დღეა, ჯერ ამას კიდე ვერ ხვდებით ხალხო. მე გეუბნებით, ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო ცოტა ხნის წინ. წარმოდგენაც შეუძლებელი იყო, რომ საქართველოს პარლამენტში მაგალითად გიგი წერეთლის გარეშე იქნებოდა პოლიტიკური ცხოვრება. არ იქნებოდა ის ხორთუმივით რო აქ ეს დინგი, რა ქვია იმ ხალხს. სალომე სამადაშვილი და ესეთი ნაგავი არ იჯდებოდა პარლამენტში და არ იქნებოდნენ ნაცები. და არ იქნებოდა საქართველოში ეს მთელი მონსტრების კორპორაცია USAID, რომელმაც ამდენი უბედურება მოიტანა. რომ სოროსის ფონდი, რასაც მთელი ესე იგი თავი რაც მახსოვს ამ წყეულ ორგანიზაციას და ამ წყეული ორგანიზაციების საცეცებს რო ვებრძოდით. მაშინაც კოცები და იმიტომ რომ ახლა ეს გონიათ ვინმეს რო კოცების დამსახურება ეს არ არის ესე. კოცები უბრალოდ ახლა დგანან იმ ადგილზე, სადაც უნდა იდგნენ, აღმოჩნდნენ ბედი მიეცი და სანეხვეზე დაყარეო, კოცებზეა ნათქვამი
იცვლება ეს პოლიტიკა და ახლა სააკაშვილი და ნაცებიც რო ყოფილიყო ხელისუფლებაში, ესენიც გაეროვნულდებოდნენ. გამიჯერეთ. მათ გაუმართლათ, რომ ისინი არიან ახლა იქ სადაც არიან. და ღმერთო ჩემო, ესე იგი როგორც იქნა მზის გამონათება იწყება საქართველოს თავზე. რომ მთელი ეს სანაგვე, მთელი ეს სოროსის ფონდი, მთელი ეს წყეულთა ორგანიზაციები თან ყველა ფიზიკურად და გონებრივად და ზნეობრივად, მორალურად, ფსიქიკურად ყველანაირად მახინჯი ხალხი. მაგაზე ცალკე თემა არის, მაგის სხვა რაღაცა. იქ სხვა რაღაცა. მაგრამ აი ის შეიძლება ჩვენ ხვალ ზეგ უარესი გველოდება. შეიძლება იუსაიდზე მეტი უარესი რაღაცა უბედურება შემოვიდეს და უბედური ძალა შემოვიდეს. მე იმას არ ვამბობ, რომ გაკეთილ შობილ და ამერიკა და რაღაცა ხალხი როა ჩავარდნილი და ტრამპის ქრისტიანობის და ამის რა ქვია მასკის იმედად რო არიან, როგორც აი ღვთის წარგზავნილების იმედად. მე არა ვარ ასე. მაგრამ ახალი შეიძლება უარესი იყოს, მაგრამ ეს რაც იყო ხალხო, ეს დასრულდა. ხალხი ამას ჯერ ვერ იაზრებს კიდე. ამათმა რომლებმაც მთელი ამ წლების მანძილზე, მთელი ამ 30 წლის მანძილზე გაათახსირეს, გადააგვარეს, გააფარჩაკეს ქვეყანა, გლიჯეს, შეურაცხყოფა აყენეს, მოწამლეს, დაავადყოფეს ერი და დააქციეს. ეს აგრესიული მემარცხენე ლიბერალებს რო ეძახიან, ამათი ერა დასრულდა. აი რომ დასრულდა, აი პერიფერიებში ესეთ პროვინციულ კოლონიებში, როგორც საქართველოს იყო, აქ სწრაფად აისახება. იმიტომ ეს გავლენები დამთავრდა და ამათმა ვითომ ახლა აჯანყებაზე წამოწიეს თავი. აი ზუსტად ესეა, ნონა, რომ აი ოღონდ დასრულდეს, ოღონდ ნაციონალური მოძრაობა. მანახა ამოწყვეტილი. აი ამოწყვეტი ცოცხლად რო დაწვან ესენი სამშობლოს ღალატის გამო და იმის გამო, რაც გაუკეთეს ქვეყანას, მე არ შემეცოდება ეს ხალხი. მე არ შემეცოდება, მე ამის განცდა არ მექნება. მე ვიცი რომ ესენი არიან ჩამოყალიბებული, ზომბირებული მანქურთები, რომლებმაც მთელი მათი მოღვაწეობა, მთელი მათი არსებობა, მთელი მათი ცხოვრება ააგეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ქართველი ერი გაეწყვიტათ და გაეჟღიტათ. და საქართველოს გადაეფორმ ბევრ რაღაცაში მიაღწიეს. ბევრ რაღაცაში ნამდვილად მიაღწიეს, ტერიტორიების დაკარგვით, ხალხის დახოცვით, მენტალური რევოლუცია მოაწყვეტო, რომ ეძახოდნენ კი, ბევრი ახალგაზრდის ტვინის ამოტრიალებაში, ამოყირავებაში, 1000 სიბილწის დანერგვაში, ახალი ჯიშის ქართველის გამოყვანაში, რომლებსაც სახელი და გვარიც აქვს შეცვლილი რაღაც ევროპულ ამერიკული სახელები რო ქვიათ და ახლა იქ წმენაზე მენტალიტეტზე ზედმეტია ლაპარაკი. აი ეს დასრულდა. და კიდე ერთხელ ვამბობ, ესენი უკვე ხო? ესენი 2012 წლიდან იყვნენ საფლავში ჩაყრილები. ჩვეულებრივად. სული ქონდათ ამოძრობილი. ეს ნიკრომანტია ჩაატარეს. ნიკრომანტია დროების გაცოცხლებას ეძახდნენ ძველი ევროპულ მითოლოგიაში არსებობდა ესეთი შავი მაგიის რიტუალი, ნიკრომანტია, რომელიც მკვდრებს აცოცხლებდა, მაგრამ მკვდარის ხორცი ცოცხლდებოდა, თორე სული ის ადამიანი როგორც იყო, ისეთი კი არა, იყო ზომბირებული. და ეს ნიკრომანტია ჩაუტარა ბიზნა ივანიშვილი 2012 წლიდან მოყოლებული და აცოცხლა აქამდე. სამდე თვითონ არ გამოაცხადეს სუიციდი. ნაცი ჩემთვის ყველა გადაგვარებული, ყველა ავადმყოფი, ყველა ურჯულო, ყველა ურწმუნო, ყველა ჩათლახი ჩემთვის ნაცი. ეს დიდი კრეფსითი სახელია, რომელიც ყველა უბედურს, ყველა წყეულს აერთიანებს. ყველას. დაგვერდით ახლა აიღეთ შეიძლება სხვადასხვა სახელი და გვარები ქვია ამ ადამიანებს. სხვადასხვა სოციალური სტატუსი აქვს. შეიძლება სხვადასხვა წარმომავლობაც ჰქონდეთ.
მაგრამ რა ერთიანებს? ყველა შეხედეთ, უკრაინა შემოხვეული, უკრაინის დროშა, სლავა უკრაინა, რუსეთი ოკუპანტია, მიავიცერი შენთვის, შენაიცერი ჩემთვის, ყველა ვაქცერები, ყველა ძაღლმადიდებლები, ყველას რომელსაც ერთი ჩამოყალიბებული აზრი აქვს საქართველოზე და ქართველი არაფრად არ ვარგა და ჩვენ ისტორიაში თურმე რომ ნიშამ გადაარჩინა, ეს ხო ყველა აი ამას აერთიანებს ნაცი. ეს დასრულდა. მაგრამ ახლა ესი დასრულება არაფერი არა. იარაღის ტარების უფლება და იმუნიტეტი კი არა. ამათ უნდა ახლა ტრიბუნალი. ახლა ამისთვის არავის არ ცალია. ამათთვის არავის არ ცალია. და ქოცები ახლა რასაც აკეთებთ? ქოცები. აქამდე ხო ჭამეთ თქვენი ყველეის, რომ ნაცემმა სანამ თვით სუიციდი არ გამოაცხადეს, მანამდე თქვენ აბა ახლა კაცებს რო არ დაეწერათ განცხადება რომ გადიოდნენ პარლამენტიდან, თქვენ გონია ქოცები იყვნენ ამათი გამსამართლებლები? ახლა ამათ უნდათ ესეთი ნიურნბერგის პროცესი ხო ეჭოდნენ? აი ახლა უნდათ ამათმა დადგან ესეთი კლოუნადა, 6 თვე დაიწყებენ ახლა გამოკითხვას, ძებნას, ამას, ეს 6 თვე ახლა ყველას აქ ნაცებს მიცემული, საიმისოთ რომ დატოვონ ქვეყანა. დატოვონ ქვეყანა. სამშობლო ამათ არ აქვს, ქვეყანა ამათ არ უყვართ. ქვეყანა გაძარცული აქვს, გავსებული აქვს ჯიბეები, აქ ყველაფერი შიგ ევროპაში აქვს და გამორეკონ აქეთკენ ეს ნაგავი გამოიქცეს. მე გეუბნებით, თქვენ ამათ აქვთ დამდგარი ის მომენტი, ხო ყველას კარგად გახსოვთ, ავღანეთიდან რო გავიდა ამერიკის შეერთებული შტატები და სამარცხვინოდ დაყარა მთელი შეიარაღება, ყველაფერი, ახლა რო ითხოვს ტრამპი მოგვეცდო 7 მილიარდი შეიარაღება, რომელიც დაგიდოვეთო. და ადგილობრივი კოლაბორაციონისტი მოღალატე ავღანელები რომ მისდევდნენ და თვითმფრინავებს ეკიდებოდნენ, ხო გახსოვთ ეს სურათი? აი ეს ეტაპი დგება. და მე ზოგიერთი რო ცვიოდა ჰაერიდან. აი ეს ეტაპი დგება საქართველოში ახლა. ეს ბობოლა ნაცები, აბსოლუტურად ყველა თავისი უჯიშე შთამომავლობით, თავისი წადით, მოცილდით მაგ ქვეყანას. თქვენაირმა საქართველოს მიწაზე ფეხი არ უნდა დაადგას. ხო, გარედან რო იჭდენ ზურა იმაზე, რა ქვია, ბოინგებზე საათ, ჰერკულესებზე, ჩემო ძმაო. მაგრამ ეს არ მომხდარა იმით, რომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ქოციონალურმა მოძრაობამ ესენი ჯერ არ დაუშია. ამიტომ ყველა ნაცი მოასწრებს გაქცევას და ყველა ნაცი მოასწრებს გავლას. სანამდე ქოცები ამას შეისწავლიან. სანამდე ქოცები ამას ახლა ხო შექმნეს გამოძიების კომისია და უნდა შეისწავლონ ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებები, უნდა შეისწავლონ ახლა 12 წლის თავზე. მე გეუბნებით ამას, რომ ილუზიები არ გქონდეთ ხალხო. 12 წლის თავზე აბსოლუტურად ყველა დანაშაული, რომელიც აქ ნაციონალურ მოძრაობას ჩადენილი და კიდე 6 თვე მიამატეთ რომანულ-გერმანული სამართლით, რომელსაც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა, აბსოლუტურად ყველას აქ ხანდაზმულობა. არც ერთი ნაცი არ აგებს პასუხს. არც ერთი ნაცი ის მოლოდინი რაც არის, რომ ვითომ ვიღაცას სისულელია ეგ ყველაფერი. ეს კლოუნადა დაიდგმება ეს კლოუნადა და გაგრძელდება ეს კლოუნადა ასე, მაგრამ ბიჭო, ეს ეპოქა დასრულდა. ხალხო, ეს დასრულდა, შეო დაამთავრდა ეს. ვერც კი წარმომიდგენია, ხო, როგორც თქვენ ვერ წარმომიდგენიათ. ახლა ერთი მთავარი პრობლემა ურჩება ქოციონალურ მოძრაობას. ქოციონალური მოძრაობა პოლიტიკურ ველზე ამ 4 წელს გაათრევენ ახლა, რა თქმა უნდა. არის მისი გადამრჩენელი ნაციონალური მოძრაობის გარეშე. ახლა დაიწყება ჯანსაღი პროცესი, ნაციონალური მოძრაობა აიკრძალება.
ხაზარაძე, ჯაფარიძე, ესენი ჩემოკარგო, ესენი ყველა ანასხლეტები იყვნენ ამ დიდი ძალის, რომელსაც ნიშა ხელმძღვანელობდა. ეგენი რეალურად არაფერს წარმოადგენდნენ. რაც მაგათ ფული აქვს, ნახარჯი და რაც მაგი, ყველა მიცოდნენ, რომ ეგენი არაფერს წარმოადგენდნენ, მაგრამ მაგათმა ხელშეუხებლობა იყიდეს მაგით, რომ პოლიტიკური პარტია შექმნეს. და პოლიტიკაში ჩაერთვენ. ხოლო. შეხედეთ ახლა რა სიძახიან? საქართველოშიო პოლიტიკურიო. შეხედეთ რა სიძახიან? საქართველოშიო პოლიტიკა დასრულდაო. პოლიტიკა დასრულდაო, ქოციონალ დიქტატორული პერიოდი მოდისო, დასრულდაო პოლიტიკა. რა სიძახიან პოლიტიკის დასრულებას? რას ეძახიან ესენი პოლიტიკის დასრულებას? იმაზე რომ სიტყვაზე ვთქვათ, ახლა გადმოსახედი ავიღოთ. რაღაც ნაწილი ხო ყავდათ ამ ოფიციალურებისა, რო გეკითხავთ 700,000 ნაციონალი იყო ქვეყანაში. 700,000-მა ნაციონალმა რომ მოგცათ ხმა. რატო არ ეცით ამ 700,000 ნაციონალს პატივი და რატო არ შედით პარლამენტში? რატო არ შედით? არ მოგცეს მაგის უფლება. ვინც ახლა გარკვეულია მაგ საკითხებში, ყველამ კარგად იცის, რომ იქ ნაციონალები არაფერს არ წყვიტავენ. იქ ზემოდან მოდით ინსტრუქციები. ზემოდან უთხრეს, რომ ეს პროექტი უკვე გაუქმებულია. გაუქმებული, არაფერი პოლიტიკური პროცესი არ დასრულდება. პოლიტიკური პროცესი საერთოდ არსად არ სრულდება. პოლიტიკური პროცესი ჩრდილო კორეაშიც არ სრულდება. მიუხედავად იმისა, რომ არის დიქტატურა, იქაც არ სრულდება. პოლიტიკა ისეთი რაღაცაა, ყველგან და ყოველთვის ცოცხალია. უბრალოდ ახლა ხდება ახალი ეტაპის დაწყება. სრულიად ახალი ეტაპის დაწყება. რომელშიც მთავარი მონსტრი და რომელშიც მთავარი ძალა ესა ქოციონალები. და ბიზგვინი. ეს არის ახალი დაუცუგრი. ეს არის ახალი პერიოდი. ახალი პერიოდი დგება გარდამავალ პერიოდში გვიწევს ცხოვრება, რომელ გარდამავალ პერიოდშიც რა არის მომზადებული კაცშვილმა არ იცის, მაგრამ ეს არის ამ მომენტისთვის გაბატონებული ქოციონალური მოძრაობა, თავისი პრეზიდენტით, თავისი პრემიერით, თავისი პარლამენტით, აბსოლუტური ძალაუფლებით და აი რას უქადის ქვეყანას ეს? მე არ ვიცი. მაგრამ ფაქტია. ფაქტია, რომ საქართველოში ის ეტაპი, რომელიც ამდენი ხანი იყო დამთავრდა. აგვისტოს ომის გამოძიება ამათ რომ დომოდათ, ბელა აქამდე გამოიძიებდნენ. არცაცი არ არიან ესენი არავის გამომძიებლები და არაფრის გამომძიებლები. არ არსებობს, მე აი ეჭვი მეპარება ძალიან. და თუ გახსოვთ, მე თქვენ ერთ რაღაცას გეუბნებოდით ადრე გეუბნებოდით, როდესაც ნაცებმა დაიწყეს ბოიკოტის გამოცხადება და რომ თურმე პარლამენტში ჩვენ არ შევალთ და ეს გახსოვთ, მაშინაც გეუბნებოდით. არსებობს ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში ისეთი ძალა თქვა, რომელიც ძალაც აუცილებლად გააправებს ამ ყველაფერს თქვა. აბა გაიხსენეთ, რომელი იყო ეს პოლიტიკური ძალა? ის იყო გახარიას პარტია. და გახარია იქნება პირველი გამправებელი ამ ყველაფრის. გახარიას არ დაუწერია და მის პარტიას გასვლა პარლამენტიდან და აუცილებლად შემოვლიან ისინი პარლამენტში. იქნება ეს შევა კი აუცილებლად. აუცილებლად გაგრძელდება ეს პერიოდი და რაც შეეხება დღეს გადავამოწმე ერთ მეგობარს დაურეკე, რომელიც კარგად არ მინდა ხმის სახელი და გვარი დავასახელო, რომელიც კარგად ერკვევა კანონმდებლობაში, იურისტი არის და ვკითხე, მეთქი საერთოდ ესეთი სტანდარტია, რომ როდესაც პარლამენტში პარლამენტარი არის და ამ პარლამენტარი გარდაიცვლება, ან პარლამენტარი
გავა ასე რომ ვთქვათ სკამიც არიელი დარჩება მისი ადგილი უნდა შეივსოს და საერთოდ ასე ხდება რომ მომდევნო სიაში ვინც არიან დანარჩენი 59 შეავსებს. ამ შემთხვევაში როგორ იქნება თქო? ამ შემთხვევაში კანონმდებლობით ასე არისო, რადგანაც თვითონ არც კი შეუდგიათ ფეხიო და რადგანაც თვითონაც არ აქვთო ასე რომ ვთქვათ მონაწილეობა მიღებული და არც ნესო მანდატებიო, თავისთავად მომდევნოც არ იქნება. ამიტომ ჩათვალეთ, რომ ეს არის უკვე დამთავრებული ამბავი. -59 დეპუტატი იქნება პარლამენტში და ერთხელ კარგი. -59 დარმაიედი, მუქთამჭამელი, ხალხის კისერზე მჭამელი არ იქნება. ახლა ამათ მე თუ მკითხავთ, ხო, აბსოლუტურად ყველას აქვს ჩამოსართმევი ის პენსიები, ის პრივილეგიები, იარაღის ტარება და ყველაფერი თავიდან ბოლომდე. რაც ყოფილ პარლამენტარს ეკუთვნის, ღალატის მეტი და უბედურების მეტი ვერ გუკეთებია 90% არც ერთს. ის ქვეყნისთვის. ახლა უბრალოდ აი ქვეყნის ცხოვრებაში დგება ახალი პოლიტიკური ელიტის შექმნის პროცესი. რომელმა ახალმა პოლიტიკურმა ელიტამაც უნდა ჩაანაცვლოს და დაიკავოს ის სეგმენტი, აი 50 მილიონიო შეღავათი ბიუჯეტს მთლად კარგი. საერთოდ არა ამდენი პარლამენტარი საჭირო მე თუ მკითხავ თლათ დასაყვანი არის, არ ვიცი 40-50 ადამიანი ყოფნის თავიდან ბოლომდე იმას რა ქვია ჩვენ ქვეყანას მისახედად, ამიტომ გამოთავისუფლებული თანხები მთლიანად იქეთ უნდა წავიდეს ხალხისკენ. სისხლიანი გადატრიალება რომ მოაწყონ ჩემო საბა, პირველ რიგში სისხლიან გადატრიალებას რა ჭირდება, იცი? ჭირდება თვითონ პიროვნებები, რომლებსაც შეუძლიათ თავის თავზე აღება, ლიდერები. მერე შემსრულებელი კლასი. მერე შესაბამისი შეიარაღება, მომარაგება, უზრუნველყოფა. ახლა საქართველოში ჩემო ძმაო, ამ პატარა ქვეყანაში მაგის კონტროლი მარტივია. უშიშროება თუ არ არის ღალატის მთავარ ასე რომ ვთქვათ, სამსახურში არანაირი გადატრიალება არ მოხდება. არც ვარდების რევოლუცია არ მოხდებოდა, უშიშროების სამსახური რო არ ყოფილიყო თანამონაწილე იმ პროცესების, რომელიც მოხდა. ეს დადგმული სცენარი, რომელიც სცენარიც იქნა გათამაშებული. ახლა ესეთი სცენარი არის დადგმული. ნაციონალური მოძრაობა და ესენი ასე უნდა ჩაეხსნან ამ პროცესებს, უნდა დაიწყოს შემდეგ აი ეს 6 თვიანი რაღაცა ვადა, გაიწელოს და ეს შემდეგ. და შეიძლება კიდე გახანძლივდეს ის. ამ პერიოდში ალბათ თუ ვინმე დამნაშავე არის, ჯერ ისედაც გაქცეული იყო ბევრი ქვეყნიდან, მაგრამ კიდე ბევრი გაიქცევა. ნაჩვენს ხანდაზმულობის ვადა შეუწყობს ხელს და ასე გაგრძელდება ცხოვრება. ხათუნა გახარია შედისო. ხათუნა გაგირკვიე მართლა სუნამოს ფას. თუმცა არ ვიცი, ბევრი ყოფილა ისა რა ქვია. მასეთი სუნამოები და რომელ კლასზე მეკითხები ზუსტად არ ვიცი და ამი კონკრეტე და გაგიგე. 50 ევროდან 100 ევროში შეიძლება ნებისმიერის არჩევა. რო ჩამოვა საქართველოს ვიდაუბრუნდები წამოგიღებ მაგ სუნამოს, მანამდე ბოდიშკი. ჩემი ხელით უნდა გაჩვენო. აი ეს პროცესები არის რა და დააკვირდით ახლა რომ ამ ყველაფრის ცვლილება როგორ ხდება. დააკვირდით ახლა როგორ ამოიდგეს ქოცებმა ეს რა ქვია ენა როგორი თავისუფლები გახდნენ. დააკვირდით რა პროცესები ვითარდება, გამოვიდა მდინარაძე და რაზეც ჩვენ ვამბობდით. რომ სისულელია ეს ეგრეთ წოდებული რუსული კანონი, რომელსაც ესენი იძახდნენ. რუსული კანონი, სისულელია თქო ამაზე საუბარი თქო. იმიტომ ის არ არის კანონის ფორმა, რასაც კანონი დაარქვეს. გამოვიდა ახლა მდინარაძე და ამბობს, აი ის კანონიო არ გაამართლაო და ჩვენო ამერიკულ ფარას ანალოგიას ვღებულობთო. არ ვიცი ჩემო ძმაო, როგორ მოხდება პარლამენტში, ისე ბევრი ვაკანსია 59
59 ესა რა ქვია ვაკანსია. 59 ვაკანსია. აი რომ სიამოვნებით გადაგხვევდი ძამია ხელს და დაჟე არც ხელფასი მინდა მაგათი და არაფერი არ მინდა საერთოდ. ერთი იმუნიტეტი მქონდეს და პლატფორმა მომცე პარლამენტში. მეც სიამოვნებით შავ დღეში ჩავყრიდი ქოცებს, მაგრამ შენაირებისთვის და ჩემნაირებისთვის არ გათავისუფლებულა ეს ადგილი. ხო, ანუ ზუსტი ასლს ვიღებთო იმასო, საინტერესო არის რომ ჟურნალისტიკას და ტელევიზიას და ამასაც შეეხება ეს ცვლილებებიო, ახლა თურმე აქამდე თურმე ბრიტანეთის იმას BBC-ს კანონი არ იცოდნენ თურმე და ახლა თურმე უნდა ბრიტანული მოდელი უნდა შემოიღონ და ჟურნალისტებს ახალი ეთიკა უნდა დაუწერონ და წარმოიდგინეთ ეს საქაჯეთი რაც იყო ხალხო ეს თუ სრულდება ეს როგორ არის იცით პოლიტიკური ძალა როდესაც სრულდება იმასთან ერთად სრულდება ის რაც მის პერიოდში ხდებოდა მე რატომ მიხარია იცით არ ვიცი ეს ახალი ჭირი რა იქნება რასაც მოიგონებენ მაგრამ აი ეს ორღობე ჟურნალისტები აი ეს მთელი საგიჟეთი რომელიც საგიჟეთიც არსებობდა ეს დაბალი დონე ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რომელი არასამთავრობო ორგანიზაციებიც სავალდებულო იყო და როდესაც შევდიოდი პარლამენტში კანონის განხილვა რაღაც რომ მოდიოდა კომიტეტებზე ეს ჯოჯოხეთის ხალხი ეს წეული ხალხი ყველა იქ იყო ჩამჯდარი ეს ჩვეულებრივი სპეცსამსახური იყო რომელიც იყო ამერიკის საელჩოსი USAID-ის და ამათი წარმოდგენილი რომელიც სავალდებულო იყო ყოფილიყო ყველა გადაწყვეტილებაში და ესენიც რომ სავალდებულო აღარ იქნება ანუ ამ არასამთავრობოებს ამოუყრითო ჩვენ ანუ იმ ახალ ჟურნალისტიკის ეთიკაში და რამეში შეიძლება შემოვიდეს რაღაცა ნორმალიზება და აი ეს ტიპიური კოლექტიური ინგა გრიგოლიები და დიანა ტრაპაიძეები და ნანუკა ჟორჟოლიანები ეს ნაგავი დამთავრდეს აი ჯერ კიდევ ვერ წარმოგვიდგენია ჩვენ რა შეიძლება დამთავრდეს ჩვენ ქვეყანაში იმიტომ რომ ჩვენი გონება ისე არის მიჩვეული ამ პოლიტიკურ კლასს და ამ პოლიტიკურ იდეოლოგიას მე არ ვიცი მაგრამ ფაქტია ახალი პერიოდი დგება ახალი პოლიტიკური კლასის გამოსდა იწყება ქვეყანაში რომელმაც ეგ სეგმენტი უნდა დაიკავოს ნუ ძველები უკვე ჩაბარდნენ წარსულს როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი ცოტა ძნელი საფიქრებელია არ ვიცი რაღაცები ჩანს, მაგრამ წინასწარ ლაპარაკი არ მინდა. ნეტავ თქვენ მოგიწვიონ პარლამენტი არა, ჩემ დავაწყევარ. მანამდე არ გეტკინათ, ხალბატონო, არც თქვენ და არც მე არაფერი, სადაც ჩემნაირი ადამიანი კონცეპტს არ აწყობდეთ პარლამენტში კი არა ქვეყანაში საერთოდ, მაგრამ ფაქტი ასია რა. ხო, აი შემოდის ეს კანონი შემოდის ყოველ შემთხვევაში ცილის წამების კანონს ჯერ ცალკე არ ღებულობენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს აღვირახსნილობა რაც იყო ამ ტელევიზიაში მიშვებული ესეც მთავრდება იმიტომ რომ აი როგორც მთავრდება ამერიკაში ყველაფერი აი ისე მთავრდება აქაც იქ რო არ დამთავრებულიყო აქ არაფერი არ დამთავრდებოდა ყველაზე დიდი პრობლემა უდგება ეხლა იმას კოციონალურ მოძრაობას რომელსაც გარანტირებული ქონდა ხელისუფლებაში ყოფნა მანამდე სანამდე იარსებებდა ნაციონალური მოძრაობა აი ხოცებმა უნდა მონახონ ალბათ ხოცები ახლა სხვა ტაქტიკას აირჩევენ, ანუ დაშალე და იბატონეს ტაქტიკას. დაიტოვებენ პატარ-პატარა ოპოზიციურ პარტიებს თავისი გავლენის ქვეშ და შექმნიან ამ დემოკრატობანას და ჩაატარებენ ამ ყველაფერს. ამ მაგალითად ახლა დღეს ხოცებს გამოეყო ძალა, ეს ნაცადი მეთოდი არის ხოცობის. გამოეყო ძალა ვარლამლი პარტელიანი და ისინი ინჯიას ბაზაზე, ევროპელი სოციალისტების ბაზაზე თავის ქოცურ ოპოზიციას ქმნიან. მე იმიტომ ყველა ქოცი ვერ იქნება.
ნუ დაერქმევა სხვადასხვა სახელი და იქნება ყველა ქოცი. და ასე გაგრძელდება ეს ყველაფერი. რას უნამუს თემა გაინტერესებთ საბა რა? ხათუნაზე საჩუქნელი? ხათუნა ჩემზე 1-20 თუ 25 წლით უფროსი ადამიანია და პატივისცემის ნიშნად, როდესაც დავბრუნდები სამშობლოში, ჩამოუტან აუცილებლად ვაჩუქებ თუ ლანძღვა გინებას და წყევლას გადაეჩვევა ჩემ გვერდზე. ახლა რაც ბლოკი მოხსენი, ის მერე აღარ მეჩხუბება. აღარ მწყევლის და აღარ ლანძღავს და ჩამოუტან. რა პირობას ვდებ, როცა დავბრუნდები. რა გითხრათ მე? არაფერი სხვა საინტერესო მე არა გენაცვალე და არც ხათუნას ჩემი ტოლა შვილი ყავს. ხო აი ახლა ბევრი რაღაცა ცვლილებები დადგება ქვეყანაში. არ ვიცი რა ცვლილებები დადგება, მაგრამ აი ეს ჭირი, რომელი ჭირიც იყო მთელი ამ ხნის მანძილზე, ეს შიგ ლიბერალისტული 60 წლის ბრძანებულ ხართ და ხო. აი 21 წლის უფროსი ყოფილი ხართ ქალბატონო ჩემს. რა იქნება? აი ფაქტია რომ ახალი ეტაპი იწყება. ფრანგული ზახოდები არა ძმაო, ფრანგული ზახოდები არ მისწავლია. ფრანგულ პოლიტიკაში არა ვარ მე. თუმცა ფრანგული პოლიტიკაც ძალიან საინტერესო არის სხვათა შორის. აქაც ძალიან სერიოზული ცვლილებები იქნება. აქ ევროპაშიც ხდება თავიდან ბოლომდე ამ კლასტერის ცვლილება, მთელი მსოფლიო მასშტაბით ხდება. ალბათ ესენი გადაჯგუფდებიან საერთოდ როგორც ხდება, როგორც ომის დროს ეძახიან პერეგრუპიროვკას, ახალ გადაჯგუფებას გააკეთებენ. ამხელა ნაგავი საქართველოში რო არის ახლა ეს მოღალატეების ნაგავი ხალხო, არსად არ დაიკარგება, იმიტომ რომ ყველას აწყობს, რომ ქვეყანაში კონდეთ თავისი გავლენის აგენტურა. ამიტომ როგორც ნათქვამია, რუსულად არ კარგად გავლენოვაჯენე ტონით. ვინც პასუხისმგებლობას არ დაექვემდებარება და უბრალოდ არის გამოცდილი მოღალატეები, ისინი დარჩებიან სოციუმად, რომელიც სოციუმის ყიდვაც ძალიან მარტივი იქნება საქართველოს და ინტერესების გატარება, როგორც ყიდულობდა აქამდე ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, იმიტომ რომ ეს ხალხი გამოზდილია უბრალოდ ამ საქმეში და დღეს მეგობარებმა დამირეკა და ვლაპარაკობდით ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთი რაღაცაა, ერთი ძალიან სერიოზული პრობლემაა, სოხედაო მე პირადად, რომ რაც ამათმა ახალგაზრდობა დააშლუნგეს და დაადებილეს და გამოაშტერესო, აი ეს კითხვა ხშირად ჩნდება, აი ეს ჯენზი თაობას რო ეძახიან, ხო, ახლა თბილისის ქუჩაში გავლა შეგეზარებაო, მოკლედ ისე იქცევიან და ისე არის. აი ამათ რა ეშველებაო. არაფერი არ ეშველებათ, მაგათ ერთი რაღაცა იქნება, ეგენი წამულიან შიგ ევროპაში, წამულიან იმ მენტალიტეტით, წამულიან იმ აზროვნებით, რაც გონიათ ახლა თბილისიდან შიგ ევროპა, გაიგებენ შიგ ევროპა რაც არის და მე გამობრუნდებიან უკან. და მე ისევე სამშობლო მოენატრებათ და მე ცხვირპირს რო წაამტრევენ ცხოვრებისეულად, მაგედან რო ევროპა ის გონიათ, რა ქვია, აღთქმული მიწა რო ნახავენ აქ, ცხოვრება დაამტრევს ცხვირპირს და დაბრუნდებიან უკან და მე ისევ ქართველობას მოენატრებენ. ერვილე გერმანიაში თუ გაიმარჯვებსო, შენაც მოინტერესებს გერმანიაში თუ გაიმარჯვებს ოპოზიცია, გავა ევროკავშირიდან, ევროკავშირის ბედი საინტერესოა დაიშლება თუ არა. ახლა გიორგი, შენც ბელგიაში ცხოვრობ და ევროკავშირის დედაქალაქი მაგ ხართ და ჩემზე უკეთესად იცი მაგ რა ხდება. ხომ კარგად იცი, რომ ევროკავშირის ინფორმით არსებობა რა ფორმაც ევროკავშირმა მიიღო, თვითონ ევროკავშირში არის უკვე ყელში ამოსული. ამიტომ ევროკავშირი ან რეფორმირებას დაექვემდებარება ძალიან მალე, ან დაიშლება და აუცილებლად შეიქმნება რაღაცა ახალი გაერთიანება, იმიტომ რომ
მაგრამ აი პროცესი როგორი იქნება ევროკავშირის დაშლის, აი ეს არის საინტერესო. კი ამბობენ თვითონ ის ალტერნატივა გერმანიის ხალხი, რომელსაც ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს, რომ თუ ისინი გავლიან და მოხდებიან, ახლა ევროკავშირი ძირითადად დგას ორ ბირთვზე, ეს არის საფრანგეთი და ეს არის გერმანია. აი ეკონომიკური, ასე რომ ვთქვათ, თავარი ღერძი, აი დრაივები, ეკონომიკის დრაივები. თუ ამათგან ერთ-ერთი გაითიშება, მაშინ ევროკავშირის ის სტანდარტული ეკონომიკა, რომელიც აწყობილი აუცილებლად აირდა-აირება, მაგრამ აქ უკვე საფიქრებელი არის ის, რომ ევროს ბედი როგორი იქნება, აქ ძალიან სერიოზული რაღაცეები მოხდება და მაგას შეიძლება ძალიან დიდი ომიც მოყვეს ევროპაში საერთოდ. იმიტომ აი ესეთი უზარმაზარი გაერთიანებების ნგრევა უსისხლოდ არ ხდება. აი როგორც საბჭოთა კავშირის დაშლას მოყვა სისხლი, აი როგორც იუგოსლავიის დაშლას მოყვა სისხლი. აქაც შეიძლება მით უმეტეს ევროპაა, ხო? ეს საქართველოს ხო არა, რომ მოდი და შევიბრალოთ და თავზე ხელი გადაუსვათ და რაღაც. ნუ აქ ძალიან ან სწორად მოახდენენ ევროკავშირის რეფორმირებას, ან და ევროკავშირს როგორც ასეთი ამ ფორმით არსებობის არ უწერიათ დიდი ხნის სიცოცხლე, მით უმეტეს უკვე იმ გზაზე წავიდნენ. დღეს ახლა მეგობარმა ჩამიგდო ინფორმაცია, რომ ევროკავშირში იქნება ზეეროვნული ორგანო, რომელიც ზეეროვნული ორგანოც, არ ვიცი ახლა არ ასე რომ ვთქვათ, გადამიმოწმებია ეგ ინფორმაცია, რომელიც იყო საინფორმაციო სააგენტოზე დადებული, მაგრამ ესეთი ინფორმაცია იყო, რომ იქნება ზეეროვნული ორგანო, რომელსაც შეიძლება ევროკავშირის ქვეყნებში არჩევნების გაუქმება ის, რაც უკვე მოხდა რუმინეთში. ახლა თუ კი ბრიუსელიდან ადგილობრივი არჩეული ხელისუფლებების გაუქმების უფლება იქნა, რომელიც მოეწონებათ და რომელიც არ მოეწონებათ, ასეთ გაერთიანებაში არც პოლონელები მოინდომებენ ცხოვრებას, არც ბერძნები მოინდომებენ ცხოვრებას, არც იტალიელები მოინდომებენ ცხოვრებას და უნგრელები და სლოვაკები რო არ მოინდომებენ ცხოვრებას, ეს ხელის გულზე ჩანს. ეგ ყველაფერი. ის ძალა, რომელმაც ძალამაც მოახდინა ევროკავშირის პოლიტიკური და იდეური ოკუპაცია, აი აქ რაში არის საქმე, ხო? აი ჩვენ მაგალითზე ვხედავთ. ძალა, რომელიც იყო შეერთებულ შტატებში, ძალა, რომელმაც მოახდინა ევროპის იდეოლოგიური ოკუპაცია, პოლიტიკური და იდეოლოგიური ოკუპაცია, შემდეგ აი ეს პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების საქართველოს პოლიტიკური და იდეოლოგიური ოკუპაცია ამერიკაში და საქართველოში მთავრდება. რჩება ევროპა, ხო? რა თქმა უნდა, ევროპაში უზარმაზარი ესენი იქნება. აი მაგალითად ახლა გუშინ წინ ბერლინში რამხელა მიტინგები იყო გამართული, რომ ოღონ არ დაბრუნდეს ფაშისტური მმართველობა. ასე შემდეგ, ან გარდაქმნების პერიოდში ვიმყოფებით. ცოტა ძნელია, იცი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ იდეოლოგიური კრიზისი შემდეგ იწვევს პოლიტიკურ კრიზისს და აი ამ მემარცხენე აღვირახსნელმა ლიბერალიზმმა ნამდვილად მოჭამა თავისი და რადგანაც იდეოლოგიური კრიზისი უკვე დაწყებული არის, თავისთავად ეს ევროკავშირში მოახდენს არევდარევას და ეს სხვათა შორის ძალიან აწყობს ორ დიდ ქვეყანას ძირითადად ეს აწყობს ორ დიდ ქვეყანას. ეს აწყობს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ეს აწყობს რუსეთს. ამ ორ ქვეყანას ეს აწყობს ძალიან. ნახოთ რა იქნება რა. მეც მინდა ქალბატონო ჩემ სამშობლოში მომყოფა და რაღაც გამაკეთებია ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ აბა რა გითხრა. საბჭოთა კავშირის დაშლა რამ გამოიწვია, ხო? იდეოლოგიურმა ლპობამ. იმიტომ რომ ის იდეოლოგია, რომელიც იყო 20-იან წლებში და თუნდაც ამ იდეოლოგიამ
გაიმარჯვა მეორე მსოფლიო ომში და ყავდა ისეთი ლიდერი, ვერ მოხდა ამ იდეოლოგიის განვითარება, გაძლიერება და იდეოლოგიურმა ალპობამ გამოიწვია შემდეგ სოციუმში პრობლემები და ამან დაშალა თუ რა ხა ვიღაცა დებილი გამოვა და იმას იტყვის რომ ისო რა ქვიაო საბჭოთა კავშირშიო რაღაცაო ჯინსი ვერ შეკერესო და ეს არისო რა ქვიაო კონდიციონერი არისო და რაღაც ისულელეს იტყვის რა სინამდვილეში რა იყო იდეოლოგიური საწყისი მოეშალა სახელმწიფოს და დაიწყო სახელმწიფო ნგრევა და ვინ მოშალა ეს ყველაფერი ვინ სათავეში აღარ აინტერესებდა უკვე ეს მარქსის ლენინიზმის იდეები საბჭოთა მოსახლეობას ჭირდებოდა სხვა იმიტომ რომ სპეციალურად წაიყვანეს იქეთკენ ისე ხდება აქაც არაფერი განსხვავებული არ ხდება ზუსტად ესე ხდება იდეოლოგიურმა პროცესმა დაასრულა თავისი და დამთავრდა რუსეთს აწყობს ევროკავშირის დაშლა, როგორ არ აწყობს ევროკავშირის დაშლა, რუსეთის ერთ-ერთი ძალიან დიდი საოცნებო ჯიგარო მაგ არაერთხელ თქვი მაგ არაბულ ინვესტიციაზე რომ გუშინაც ჰქონდა მაგ არაბულ ინვესტიციაში შეიძლება 50% მიახლოებით ბიზნეს ფული იყოს და მაგ ფორმით შემოდიოდეს საქართველოში. არ ამგონია რომ ასე 6 მილიარდი ვიღაცას ლამაზი თვალებისთვის ან სიტყვიერი გარანტიებისთვის ჩაედო საქართველოში. როდესაც მართველი ვინცა რეალური მართველი ქვეყნის ის 50% თვითონ დებს 50% ნამდვილად ჩადებს ის კომპანია რა. მაგრამ ახლა არ ვიცი მე რა ქალაქებს და სოფლებს აშენებენ ქვეყანაში რომელსაც დემოგრაფიული კოლაფსი აქვს. ნუ საინტერესო ეპოქა ხდება, იცით, აი ტრამპი თვითონ ესეთია რა, არაორდინალური ტიპი არის, ეს ყოველთვის ასეთი კაცი იყო, ყოველთვის ახასიათებდა თავისი გამოხტომები, მასკიც ხო ესეთი არის და აუცილებლად ისინი თავის კვალს დატოვებენ ისტორიაში. ეს ისეთი პერიოდი არის, რომ გარდაქმნების ეპოქა დგება და ჩინელებს აქვს სხვათაშორის ასეთი წყევლა, რომ შენ მოესწარი რეფორმებს და რევოლუციებს და გარდაქმნებსო და რას გვიზამს ახლა მოგვიწევთ ჩვენს ამ ყველაფერში ცხოვრება. რთული პერიოდი დგება. აქ უკვე საერთოდ იდეაში მარტო ევროკავშირის დაშლაზე კი არა, ნატოს დაშლაზეც მიდის ლაპარაკი. რატომ მიდის, იცით? თუ კი მოხდება, რასაც ტრამპი ამბობს და რაც ტრამპს უნდა, თავისი მოკავშირე ქვეყნის ტერიტორიის დაპყრობა და მითვისება და მეორე მოკავშირე ქვეყნის მთლიანად გადაყლაპვა, ზოგადად ამ ორგანიზაციის არსებობას აზრი არ ექნება. ამაშია საქმე, რაზეც ამბობს ეს გრენლანდიის საკითხს და კანადის საკითხს, რასაც ამბობს, ეს უბრალოდ ნატოს თვითონ დაანგრევს. მოიცა ვერ ვასწრებ ამ კითხვების წაკითხვას. ნაცვლელი აქვს ალბათონო კოცებს. ახლა ვერავინ ვერაფერს კოცები, ახლა თავისი მართლობის ზენიტში იმყოფებიან. რას ფული და ბიზნესია საქართველოში კოცებისა. თუ რამე მართველი ორგანოა, ყველაფერი კოცებისა. რომელი ერთი გინდათ? პარლამენტი ჯიბეშია, მთავრობა ჯიბეშია, პრეზიდენტი ჯიბეშია, სასამართლო ჯიბეშია, ყველაფერი კოცების ჯიბეშია. რა ნაცვლელი არა, გაბედოს ახლა ერთი ვინმე და შეეწინააღმდეგოს კოცებს და წაართვას ხელისუფლების. აი მცდელობა კონდეს. მიდი, ნაცვლელი არა. ახლა ჩვენი აზრის გამოთქმას უგულავა შემოკარგო გამოუშვებენ, ახ გირაოთი გამოუშვებენ. საცუდაობა 50 მილიონის შემჭმელი და ბარიგა. უგულავა მის თქვას ჯერ ჯარზე გამოგზავნილი ომის მერე ერთი კონტეინერი მორფისად გაყიდა თბილისის მერიის სახელზე. ის თქვას ის და სხვა 1000 უბედურებაში რო აქვს ხელები გასვრილი. რძის გადაკეტვის გულისთვის ჩააგდოთ ციხეში არასწორია. თავისი ბრალი უნდა წაეყვანოს სამშობლოს ღალატის მუხლით და ისე უნდა ჩაჯდეს ციხეში.
და ერთი ტერმინი გამიჩნდა. აი კობა, აი. ხო არის ისეთი გამოთქმა, რომ პატრიოტიზმიო ნაძირლების უკანასკნელი თავშესაფარიო და ამას დაემატა მეორე. ვივა მედი ნაძირლების უკანასკნელი თავშესაყარია. მიშა და მზია ერთად არიან ვივამედში გამოჯგიმულები. ფრი მიშა და ფრი მზია. მესმის ქალბატონოთინა, მესმის თქვენ მისტირით რა სიმპათიური გველისისა გაქვთ ისე დაყენებული თავარ გვერდზე, მოხიბლული ვარ თქვენი ავატარით. ალბათ გველის სიბრძნის ნაციონალი ბრძანდებით თქვენ. ნამდვილად დარწმუნებული ვარ. ხო. მე ხო მინდა როგორ მომწერეთ, ხო გინდათო თქვენო დიქტატურაო და აი დიქტატურაო მოდის. პუტინის საქართველო იქნება. მართალი ბრძანდებით ხართ, თქვენ გველის სიბრძნე გაქვთ. ნაციონალი ქალები საერთოდ ბრძენი ქალები ხართ. ეთანხმებით. სამშობლოს მუხლის ღალატის მუხლი ჯერ არ ვიცი, არა აქვს მოგენილი და ნახოთ. ქართველების სტილი ნამდვილად არაა დემოკრატია. ნამდვილად არაა, ჩემო ძმაო, რაც საქართველოში დაიწყო ეგრეთ წოდებული დემოკრატიული ისინი, რა ქვია, არჩევნები 1918-21 წლიდან და 1991 წლიდან დღევანდელ დღემდე ამას ქვეყნისთვის დაქცევის მეტი არაფერი არ მოუტანია. საქართველოს ჭირდება მონარქი. თუ სიმართლე გინდათ, მონარქი ჭირდება. იმიტომ სხვანაირად ამ ქვეყანას ვერ გამოიყვანონ. და მონარქს იმის განცდა მაინც ექნება, რომ შვილს უკეთეს ქვეყანა დაუტოვოს. მე ამას ვამბობ სრულად. აი, სრული პასუხისმგებლობით. ან დიქტატორი, რომელიც აი ხელში დაიკავებს ქვეყანას. აი ეს დემოკრატია ხარ. განადგურდა ქვეყანა, აგერ 30 წელიწადია, პასუხს არავინ არაფერზე არ აგებს. ეგია დემოკრატია? ეგია? დაშლილი და დაქსაქსულია ერი? ძმა შამს პოლიტიკის გულიზა, მამაშვილს, ბიძაშვილს, მამიდაშვილს. აბა? ქართველების სტილი არის, კი, кейფი გვიყვარს ქართველებს. რა უქნათ ახლა. გიგა რაშია საქმე, იცი? აი ხო არის თქმა, აი მიშამ, აი მაღაზია საქმე. მიშა ხო მაინც დაჭერილია, ხო ზის, ხო მოიხვა და უგულავა, მახალაია მამათმა. არ არის ეგრე. რისი გულისთვის მოიხადა ციხე. გასტუკების გულისთვის. ფულის გაფლანგვის გულისთვის თუ რისი გულისთვის? არ შეიძლება სამშობლოს მოღალატე გაასამართლო გზის გადაკეტვის მუხლით. იმიტომ ამით მაგალითს აძლევ შენ მომავალ თაობას, რომ შეიძლება სხვამაც ჩაიდინოს მომავალში სამშობლოს ღალატი და გზის გადაკეტვის მუხლით სამართლებული და უკაცრავად ცოტა ინტერნეტის ხარვეზი გვაქვს. კი, რკინის ხელი ჭირდება. სტალინი აღარ მოვა, ჩემო ძმაო, დამთავრდა მაგ დრო. სტალინი აღარ მოვა. მაგრამ ჭირდება აღმაშენებლის მეთოდები, სოლომონ პირველის მეთოდები, გიორგი ბრწყინვალის მეთოდები და ასე შემდეგ. კაცრი ხელი ნამდვილად ჭირდება საქართველოს და ქართულ საზოგადოებას. მოკლედ, აი ამის თქმა მინდოდა და ნახოთ, აბა დავაკვირდეთ მოვლენებს რა იქნება. ეს კი ასე იქნება, ეს გადაწყვეტილია. ყველა ნიშანია სამაგისოდ, რომ საქართველოში პოლიტიკური კლასის ცვლილება ხდება. აბა დროებით.